ქალბატონ თამარ, გამარჯობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მე მინდა გკითხოთ, თქვენ იზიარებთ თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას და თქვენც გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია ან განცდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტიც აგულიანებენ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოიკოტისკენ? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე. თქვენს მადლობა. სამწუხაროდ ეს პროცესი თავიდანვე დაიწყო იმდაგვარად, რომ პრეზიდენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ ისურვა კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა. რაც არ იყო კარგი ნამდვილად, არც სამუშაო პროცესისთვის და არც ზოგადად ასე ვთქვათ პოლიტიკური პროცესისთვის, რომელიც თან ახლავს, ანუ არც შინაარსობრივად და არც პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. რამდენჯერმე გვქონდა ჩვენ მოწოდება და დღემდე არიან მათი წარმომადგენლები, ანუ მისი წარმომადგენლები გათვალისწინებული როგორც კომისიის წევრები, უბრალოდ ისინი არ იღებენ განხილვებში მონაწილეობას. ამიტომ მე მგონი ეს არასდროს დაფარული არ ყოფილა, რომ როგორც კი საერთოდ გაცხადდა მიზანი, რომ კონსტიტუციაზე მუშაობა დაწყებულიყო, მაშინვე გარკვეული დაპირისპირება გამოხატა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ. მაშინ, როდესაც ანუ ამის საბაბს მე მართალი რო გითხრათ ვერ ხვდები, იმიტომ რომ თვითონ სამუშაო პროცესი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში არის ძალიან კონსტრუქციული. ჩვენ ვიღებთ რეალურად კარგ დოკუმენტს, რომელიც ასეც ფასდება ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ, ყოველ შემთხვევაში აქამდე რა აზრთა მიმოცვლაც ქონია და ყველა ცალსახად აღიარებს იმას, რომ ის დოკუმენტი, რომელზეც კომისია მუშაობს, არის ბევრად უფრო გაუმჯობესებული ვერსია და ბევრად უკეთესი კონსტიტუცია სამომავლოდ პოტენციურად, ვიდრე დღეს მოქმედი. ქალბატონ თამარ, ჩაგეკითხებით, პრეზიდენტის ბოიკოტი განპირობებული იყო მის მიერ შემოთავაზებულ ფორმატზე უარით, მაგრამ მისი მხრიდან ბოიკოტი და ადმინისტრაციის მხრიდან ბოიკოტი ეს ერთი რამეა, მაგრამ ის რომ ისინი მოუწოდებენ სხვა ძალებს ბოიკოტისკენ, ეს სხვა ტიპის ბრალდებაა და აბაშიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს მიდრეკილება შეთქმულებისკენ. ანუ თითქოს თქვენ შეთქმულება მოგელანდათ. ამ კონტექსტში გეკითხებით, თქვენ ხედავთ ასეთ შეთქმულებას, რომ ისინი სხვებს მოუწოდებენ ბოიკოტისკენ? ზოგადად არ არის კარგი, რომ ზოგადად არ არის კარგი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები ასეთ რეჟიმში გადადიან ერთმანეთთან საუბრის და არ არის ნამდვილად ახლა ეს კარგი. ხო თვითიზოლაციაში არ ვიცი პირიქითაც შეიძლება ეს განცდა არსებობდეს, რომ სხვა ვიღაც არის თვითიზოლაციაში, მაგრამ ამ საუბარში არ შევა. ეს ინფორმაცია მეც ჩემამდეც მოსულა პრინციპში, რომ იყო გარკვეული ასე ვთქვათ მოწოდებები და წახალისებები, არ დავკონკრეტდები ოღონდ ნამდვილად, მაგრამ ჩემამდეც მოსულა ეს ინფორმაცია, რომ იყო გარკვეული წახალისება, რომ კომისიის მუშაობა გამოვიდა ისე, რომ კომისიაში ყველა ჩართულია, ყველა მუშაობს, საკმაოდ კონსტრუქციული გარემოა, მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თქვა უარი მონაწილეობაზე და რაღაც ესე განყენებულად და მარტო იყო პრინციპში და მარტო იყვნენ ამ პროცესში დარჩენილი და ჩემამდეც მოსულა ინფორმაცია. ხა მე ნამდვილად ამ საუბარს არ შევსწრები ვარ და ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ ნამდვილად ხა ვერ ვიტყვი ესეთ რაღაცას. მაგრამ ინფორმაცია ჩემამდეც ყოფილა, რომ გარკვეული წახალისება სხვა პირებისგან. გასაგებია, ანუ თქვენს გაქვთ ეგ ინფორმაცია. მაგრამ მე თვითონ არ შევსწრები ვარ ნამდვილად. გასაგებია. ქალბატონ თამარ, თავარი შეკითხვა, რაც გვაქვს, დარიგდა პროექტი, სადაც წერია, რომ უქმდება პრეზიდენტის არჩევის წესი. გარდამავალი დებულება, სადაც თარიღები უნდა ჩაიწეროს, არ ახლავს ამ პროექტს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ასეთი გარდამავალი დებულება იარსებებს, სადაც თარიღი იქნება აღნიშნული, თუ ეს უკვე შევა კონსტიტუციის მიღებისთანავე პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესი ძალაში, ანუ გაუქმდება პირდაპირ არჩევის წესი. გარდამავალი დებულება. დიახ. კი, ანუ პირველ რიგში გარდა არჩევის წესისა და შეგვიძლია ჩვენ ესეც უთხრათ საზოგადოებას, რომ ბევრი სხვა რამ შედის და არის გათვალისწინებული ამ პროექტში და ბევრი ძალიან პოზიტიური და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის მოცემული, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ძალიან კარგი რამ არის და ზოგადად კარგი პროექტია. რაც შეეხება გარდამავალ დებულებებში რამდენიმე საკითხი არის, რომელიც უნდა აისახოს გარდამავალ დებულებებში, ხო? ანუ ჯერ კიდევ ვართ რაღაცა გარკვეული ჩვენ თვითონაც ასე ვთქვათ რაღაცა მოსაზრებების შეგროვების პროცესში, მაგალითად ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გარდამავალ დებულებებში შეიძლება მოხდეს, არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხი, ხო? ერთ-ერთი თემა ესეც არის, ასევე არის რომელი ნორმა როდის შედის ძალაში და ასე შემდეგ. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, ანუ ჩვენ ვფიქრობდით იმას, რომ ვინაიდან რაღაცა გარკვეული სპეკულაციები მიდიოდა მუდმივად საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ეს ზედმეტად რომ არ გვესაზრდოვებინა ეს რაღაცები, რასაც საფუძველი არ ქონდა
საერთოდ თქვით თავიდანვე რომ სრულიად მზად ვართ იმისთვის რომ ჩატარდეს პირდაპირ წესით მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და უკვე შემდგომ შეიცვალოს სისტემა და სხვათა შორის შეცვლილ წესთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არც ერთ საერთაშორისო ექსპერტს ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩათვლით არ გამოუთქვამს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2018 წლიდანვე რომ შეცვალოთ მაინც პრეტენზია არ ყოფილა, ხო? ამაზე, ამას ამბობთ? გარდამავალი დებულება აუცილებლად იქნება თუ არა? ქალბატონ თამარ, დავაკონკრეტოთ. კი, აუცილებელი. კი, აუცილებელი. იქნება რაღაცაზე დამოკიდებული. გარდამავალი დებულებები აუცილებელი იქნება. ბატონო ეს იქნება კიდევ რამეზე დამოკიდებული თუ ეს აუცილებლად იქნება ასეთი ჩანაწერი რომ 2018 წელს სტარდება პირდაპირ წესით არჩევნები და ის ძალაში შედის მხოლოდ 2023 წლიდან. დიახ, ანუ ვადების საარჩევნო ვადების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თქვენ იცით და ეს დაფარული არ არის რომ მათ შორის მაგალითად მთლიანად პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით არიან პარლამენტის წევრები რომელიც არ იზიარებს მაგალითად ამ მოსაზრებას, ამიტომ ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ მათ შორის შიგნითაც გვაქვს კონსულტაციები და ამაზე მიდის საუბარი და დასამალი ამაში არაფერი არ არის. თუმცა, ანუ ეს როგორც უმრავლესობა, ძირითადი ნაწილი თანხმდებით იმაზე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის სწორია, კარგია, ეს განვითარების შემდეგი ეტაპი არის, თუმცა ჩვენ შიგნითაც გვაქვს ამაზე დისკუსიები და ამას ჩვენ არ ვმალავთ ნამდვილად. ამიტომ გარდამავალი დებულებები არის ის ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა, წინასწარ მას შემდგომ რაც ჩვენს გვექნება შიდა კონსულტაციები წინასწარ საბჭოს კომისიასაც, რომელიც კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობს, მათთვისაც რა თქმა უნდა დროულად გახდება ცნობილი. უბრალოდ არის, როგორც გითხარით, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენც მათ შორის გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები. პრეზიდენტის არჩევის წესს რაც შეეხება, ჩვენ განცხადებული გვაქვს, რომ 18-ში რომ ჩატარდეს პირდაპირ წესით და მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა, ნახოთ როგორ ასე ვთქვათ, ამაში პირიქით მივესალმებით, მიიღოს მონაწილეობა, იყოს ღია ასე ვთქვათ, არჩევნები პირდაპირ წესით ჩატარებული არჩევნები და გამოჩნდება არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა, და რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ მთელი კამპანია მიმდინარეობს ამ წესის წინააღმდეგ, თითქოს ეს რაღაც ცუდია. სინამდვილეში, თუ კი ჩვენ კონსტიტუციონალისტების და თემის ექსპერტების მოსაზრება საერთოდ თუ გვაინტერესებს, მაშინ აბსოლუტურად ამ წესთან პრობლემა არ აქვს არც ერთ ექსპერტს, რომელმაც ჩაიხედა მოცემულ პროექტში, არავის შენიშვნა არ გამოუთქვამს. ხო, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრს აქვს განსხვავებული პოზიცია არასამთავრობოების დიდ ნაწილს და აი რა ის კვლევებს არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ამ კვლევებს, საზოგადოების განწყობაც არის და ეს ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, საზოგადოებას, ხალხს, ადამიანებს, მოქალაქეებს უყვართ თანამონაწილეობა არჩევის პროცესში და ქვეყანაში სადაც მერებს და გამგებლებს და ყველა სოფლის რწმუნებულ წარმომადგენლებს ირჩევენ პირდაპირ წესით, იქ პრეზიდენტის არჩევის წესი რომ არსებობდეს პირდაპირ, ეს გასაგებია მოკლედ ამ თემაზე არ არის ისე პოზიციები არ იყოფა როგორც თქვენ საუბრობთ. დიახ, არ არის ეს ფართო ეს პოპულარული საკითხი არის და ამ თემის პოპულარობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სხვა პირებიც რა თქმა უნდა გარკვეულ ასე ვთქვათ აპელირებას აკეთებენ იმის გათვალისწინებით რომ თემა პოპულარულია სისტემურად ეს სწორია თუ არა და კონსტიტუციურად სწორია თუ არა ეს მეორე საკითხი არის ამიტომ გარკვეულწილად ეხა უპირისპირდება სისტემურად სწორი რა არის და პოპულარული რა არის ცოტა ეს ორი რაღაც მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში თქვენ ჩვენი მოსაზრება იცით ანუ წარმოდგენილი არის ის პროექტი რომელიც არის წარმოდგენილი და რომელიც სისტემურად სწორ კონსტიტუციურ სისტემას ნიშნავს ვიცით რომ არის განსხვავებული მოსაზრებები კიდევ ერთხელ გავიმეორებ პოლიტიკური სპეკულაციები არ არის საჭირო და ამისთვის არის მზაობა რა თქმა უნდა ერთ ვადაში პირდაპირ არჩევნების ჩატარების. ქალბატონ თამარ, გავიგეთ, ანუ ასეთი გარდამავალი დებულება იარსებებს და კიდევ ერთი თემა, რომელზეც გვინდა თქვენთან საუბარი, ეს არის კონსტიტუციის 27 მუხლში ჩანაწერი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. თქვენ ახსენებთ ვენეციის კომისიას. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით ვენეციის კომისია არ მიესალმა ამ ჩანაწერს. ამაზე რა სიტყვით? ამის მიუხედავად ის დარჩება ეს ჩანაწერი იარსებებს კონსტიტუციაში.
ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ესეთი საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი ვენეციის კომისია. ჩვენ რა თქმა უნდა დავალოდებით მათ დასკვნას, ანუ თუ იქნება შენიშვნები, მე მგონია რომ ჩვენ და ნათქვამი გვაქვს რომ ჩვენი მათ შენიშვნების გათვალისწინებას ვაპირებთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება პრინციპში ვენეციის კომისია როგორ შეაფასებს ამ ნორმას და რას გვეტყვის. ეს ამას ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. არასამთავრობოები საუბრობენ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვროსო ასეთ რამის ჩაწერაზე რა აზრის ხართ? ახლა მიმდინარეობს ზუსტად იმ ჯგუფის შეხვედრა, რომელიც მეორე თავს კონსტიტუციის მეორე თავს იხილავს და დღეს ალბათ ამ კომისიას და სამუშაო ჯგუფში დადგება ეს საკითხი. და ამ შესაბამისად ალბათ მეტი დისკუსია წარიმართება და იმის მიხედვით უმრავლესობის პოზიციები საით გადაიხრება კომისიას გულისხმობს სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებებს, ალბათ იქეთ ისე გადაწყდება ეს საკითხი. მე რამდენადაც ვიცი, დღეს აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხის დაყენებას და ახლა ზუსტად ამ წუთებში მიდის ის ხდომა, რომელმაც უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. გასაგებია. თქვენ პირადად თქვენი პოზიცია როგორია, თუ თქვენ მაინც ჯგუფის ინტერესს გამოხატავთ პოლიტიკურის და საკუთარი პოზიციით არ იქნებით წარმოდგენილი? ჯგუფის უმრავლესობის პოზიცია თქვენ იცით, ეს პარტიის წინასაარჩევნო, ასე ვთქვათ, პერიოდშიც ბევრჯერ იყო ნათქვამი. ჩემი პირადი მოსაზრებაც მე მგონი ცნობილია, მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობა საკმარისად არეგულირებს მოქმედი რედაქციითაც ყველაფერს და გარკვეული აუცილებლების აუცილებლობას მე პირადად ვერ ვხედავ, თუმცა უმრავლესობის პოზიცია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასაგებია. დიდი მადლობა თამარ ჩუგოშვილს, ვიცე-სპიკერს, რომელიც კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის დეტალებზე საუბრობდა TV პირველის ეთერში. ახლა საერთაშორისო